გამარჯობა ბავშვებო. მოდით მოვისმინოთ ყველასათვის საყვარელი ზღაპარი კომბლე. იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომბლე. კომბლე იმიტომ ერქვა, რომ კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა. კომბლეს ორი ცხარი ჰყავდა. ცხვრები დილით მიდიოდნენ საბალახოდ და საღამოს თვითონ ბრუნდებოდნენ შინ. ერთ დღეს ცხვრები საბალახოდ რომ წავიდნენ, შემოხვდათ მელია. ცხვრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ჩვენი პატრონია. კომბლებს ათლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო. ვაიმე, მეშინია თქვენი კომბლესიო, თქვა მელიამ და გზა განაგრძო. იარეს ცხვრებმა, იარეს და შემოხვდათ დათვი. ცხვრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ჩვენი პატრონია. კომბლებს ათლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო. ვაიმე, მეშინია თქვენი კომბლესიო, თქვა დათვმა და გზა განაგრძო. ცხვრებმა იარეს და შემოხვდათ გელი. ცხვრებო, ვისი ხართო? კომბლესიო. კომბლე რა კაციაო? კომბლე ჩვენი პატრონია. კომბლებს ათლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებსო. მე არ მეშინია თქვენი კომბლესიო, თქვა მგელმა და ორივე გადაყლაპა. საღამოს კომბლემ უცადა თავის ცხვრებს, უცადა და შინ რომ არ დაბრუნდნენ, მათ საძებნელად წასვლა გადაწყვიტა. ჩამოიღო ერთი დიდი კომბალი, გაიდო მხარზე და გაუდგა გზას. იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა მელია. მელია, ჩემი ცხვრები ხომ არ შეგიჭამიაო? არა, ჩემ ამზემაო. აბა კბილები დაკრიჭეო? დაკრიჭა კბილები მელიამ და ჩიჩია არ ქონდა. კომბლემ კვლავ განაგრძო გზა. ახლა შემოხვდა დათვი. დათვო, ჩემი ცხვრები ხომ არ შეგიჭამიაო? არა, ჩემ ამზემაო. აბა კბილები დაკრიჭეო? დაკრიჭა კბილები დათვმა და ჩიჩია არ ქონდა. იარა კომბლემ, იარა და შემოხვდა გელი. გელო, ჩემი ცხვრები ხომ არ შეგიჭამიაო? კითხა კომბლემ. არა, ჩემ ამზემაო. აბა კბილები დაკრიჭეო? დაკრიჭა კბილები მგელმა და კბილებში ჩიჩია ჰქონდა. კომბლემ სდრუზა, მგელს კომბალი სდრუზა და სულიც გაარდხობინა. მერე გაუჭრა მუცელი. ამოიყვანა თავისი ცხვრები და გაუდგნენ შინისაკენ მიმავალ გზას. კომბლეს ცხვრები ახლაც დადიან საბალახოდ და ვაი მისი ბრალი, ვინც მათ ხელს ახლებს.